წარმოიდგინეთ საქართველოს მოქალაქეთა აფხაზეთში დაბადებული იწყება ომი. მიდიხარ სამშობლოს დასაცავად, ოჯახის დასაცავად, ქალაქის დასაცავად. იბრძვა ერთი წელი, იღებ ერთ ჭრილობას, მეორე ჭრილობას, კანტუზიას, უჭმელობის გამო გვითარდება დისტროფია. მერე გადმოდიხარ სვანეთის გზით უკან. იქ ძარცვავენ ოღონდ არაბხაზები, ქართველები. მერე ბრუნდები უკან სამშობლო დაიცავენ. და მე ვიცნობ ერთ-6 ვეტერანს, აქედან 2 არ არის აფხაზეთიდან და არის თბილისიდან, რომლებმაც რო ჩამოვიდნენ და სახელმწიფო უთხრა, რომ აი არსებობს ვეტერანის პენსია და დაფინანსება, რითიც ჩვენ შეგიძლია მინიმუმ არ მოგდე შიმშილი და პლუს გექნება მასდაკლება წამლებზე და ასე შემდეგ. აი ეს მეომრები ვერ ამტკიცებდნენ, რომ ისინი მეომრები არიან, ვერ ამტკიცებდნენ, რომ ერთი წელი იქ იბრძოდნენ. დღეს დევნილები კიდევ ერთხელ მივიდნენ იქ, სადაც უკვე აღარც კი ახსოვთ რამდენჯერ უთხოვიათ ერთადერთი რამ, სახლი. 2 საათის განმავლობაში ცვლიდნენ ერთმანეთს სიტყვით გამომსვლელები. ზუსტად იმ ადგილას, სადაც რამდენიმე კვირის წინ აფხაზეთიდან დევნილმა თავი დაიწვა. ყვებოდნენ სად ცხოვრობენ, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ, რამდენჯერ ითხოვეს დახმარება და რამდენჯერ მიიღეს უარი. ცხოვრობ რკინიგზაში, დეპოში, 31 წელია უკვე. არაფერი პირობები არა მაქვს. კანალიზაცია ჩვენ არა გვაქვს. შეშის ფეჩით ვითბებით. საშინელი მდგომარეობაში ვართ. ავარიულ შენობაში. იქ ისეთი ჰაერია წარმოებაში რომ ცხოვრობთ, ცხოვრებაც კიდე არ შეიძლება ხალხი რო ცხოვრობდეს. რამდენი წელია ამას ვითმობ. არავინ არ მოდის ჩვენთან, ჩვენი რო დაგვიხმარონ, რამე გაგვიკეთონ, უკეთესი ცხოვრება რა გქონდეს და ვართ ასე რამდენი წელია და ვითხოვთ ბინას სხვაგან, ჩვენი კუთვნილ ბინას რო გვეკუთნის ბინა ნორმალური, როგორც სხვა ხალხი ცხოვრობს. გაჭირვებულ ცხოვრებით ცხოვრობთ დევნილები. სანამდე უნდა ვიყოთ ასე. ვითხოვთ ბინას, ნორმალურ ცხოვრებას. მოქალაქეთა მისაღებიდან არავინ გამოხმაურებიათ. დევნილთა სააგენტოდან მათთან სალაპარაკოდ დღეს არავინ გამოსულა. არც დაუიმედებიათ და არც უარი უთქვამთ. ამ ფანჯრებში კი კარგახანს ისმოდა პროტესტის ხმა. ზამირ კვეკვესკირისა მიმართ ჩვენ ყველა ერთად გამოვხატავთ მწუხარებას, ჩვენ მთელი საქართველო ვართ ჭირის უფალი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა დევნილების ისტორიაში ამ ბოლო წლების განმავლობაში და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა და ამ ყველაფერს მხოლოდ უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობა და ხმამაღლა იმის თქმა, რომ დევნილებმა უნდა მიიღონ ღირსეული საცხოვრისი. ეს შენობა რეალურად არის უფუნქციო, ერთი ადამიანიც კი არ დგას აქ იმ ტრაგედიის შემდეგ და იმ ტრაგედიის გათვალისწინებით, რატომაც ჩვენ ვდგევართ აქ, აი ერთი ადამიანის არ ჩამოსულა და არ დგას დევნილებთან ერთად. თითქმის ყველა თაობის დევნილს ნახავდით დღეს აქციაზე. მათ, ვინც ომს გემით გამოასწრო, მათაც, ვინც ჭუბერი ფეხით გადმოიარა და მათაც, ვისაც ეს ომი საერთოდაც არ ახსოვს. თუმცა შედეგები საკუთარ თავზე კარგად გამოსცადა. დევნილობა რატომღაც გადაიქცა მუდმივ ბრძოლად საცხოვრებელისთვის და ეს ლოდინი, რომელიც არასდროს არ სრულდება. და ჩვენი დევნილების რაც შემადგენელი ნაწილად იქცა ეს საერთო საცხოვრებელში ცხოვრება, ან საცხოვრებლების არ ქონა და აუცილებელია რომ დაამთავრდეს ეს. არ არის აუცილებელი რომ ზოგი შეიძლება არც ველოდებით საცხოვრებელს, მაგრამ ჩვენი თანამოქალაქეები, დევნილები, რომლებიც ამდენი ხანი ამ წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობენ, ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობენ, უნდა დაამთავრდეს და უნდა ვიგრძნოთ ყველამ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ბოლოს და ბოლოს დავიწყოთ ცხოვრება ამ ტვირთის გარეშე, რომელიც ერთი რომ ომმა დაგვმართა და მეორე ეს ჩვენი თანამოქალაქეები, ქართველები და ვინც ხელისუფლებაში არიან, მუდმივად 30 წელზე მეტია ესე გვაცხოვრებენ და იყენებენ იარაღად, პოლიტიკურ იარაღად, საარჩევნო იარაღად. დევნილთა სააგენტოსთან დღეს პოლიციელების მობილიზება იყო. სამართალდამცველებმა რამდენიმე ფოტო და ვიდეოც გადაიღეს.
ამის გამო ბევრი შიშობდა, რომ აქ საპროტესტოდ შეკრება შესაძლოა ბინის მისაღებად საჭირო ქულების დაკარგვად დაუჯდეს. ან სულაც მათი რიგი კიდევ წყლობით გახანგრძლივდეს. ნანუკა მეშოღაშვილი, ევრონიუს ჯორჯია.